მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში თბილისი მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმი დღეს პრემიერმა თბილისის მერმა და მთავრობის წარმომადგენლებმა გახსნეს. ფორუმის თემებია მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, თანამედროვე ტენდენციების სამშენებლო სექტორში, უძრავი ქონების ბაზარი, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მდგრადი განვითარება, ინვესტიციები თანამედროვე ტექნოლოგიებში, სივრცითი მოწყობა და სატრანსპორტო რეფორმა. ფორუმის ფარგლებში იმართება დებატები და მიმდინარეობს პანელური დისკუსიები. ანა ბროლაძე განავრცობს თემას და დეტალებით გვერდდება. ანა, გისმენთ. პანელური დისკუსიები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო და რეგიონული გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს, იქნებოდა აზრის მოკლებული, რომ არ იყოს რეგიონში მშვიდობა და ბუნებრივია, როდესაც მშვიდობის როლსა და ასე ვთქვათ მიზანზე საუბრობთ, სწორედ ამ თემის გარშემო ტრიალებს თითოეული გამოსვლელი სიტყვა, რომელიც მოვისმინეთ ფორუმის გახსნით ნაწილში. და აღსანიშნავია, რომ როდესაც მაგალითად საუბრობდა პრემიერ-მინისტრი ორი სახელმწიფო, რომლის როლიც დასახელდა მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში აქცენტირებულად, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი და ჩინეთის ელჩმა მიმართა შეკრებილ სტუმრებს, ისევე როგორც მაგალითად ამერიკულ ხედვაზე ისაუბრა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯეფრი საქსმა, რომელიც საუბრობდა, რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის იმისთვის, რომ რეგიონში კონფლიქტები იყოს, ასე ვთქვათ, ამოწურული იმ ყველაფრის გათვალისწინებით, იმ კონფიგურაციის და პოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც არის არ მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ევროპის კონტინენტზე. და როდესაც გამოცდილების გაზიარებაზე საუბრობენ დისკუსიების მონაწილეები, აღსანიშნავია, რომ თბილისში სტუმრად იმყოფებიან მათ შორის აზერბაიჯანის და სომხეთის სხვადასხვა ქალაქების მერები და მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელები და სწორედ აი ამ გამოცდილების გაზიარებაზე ჰქონდა აქცენტი დღეს საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძეს საკუთარ გამოსვლაში, ისევე როგორც მაგალითად შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მნიშვნელობაზე საუბრობდა პარლამენტის გარემოსდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, რომელსაც მათ შორის უნდა აღინიშნოს, რომ გამოცდილება აქვს მუნიციპალურ სამსახურში, მერიაში მუშაობის და ის ამბობდა, რომ საქართველოს პარლამენტი ყველა ნაბიჯს დგამს საიმისოდ, რომ შესაბამისი მიმართულებებით, როდესაც საუბარი არის მოსახლეობისთვის და მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებაზე და გაუმჯობესებაზე არსებული პრაქტიკის, ამ კონტექსტში საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოებს ქმნის. მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში გქონდეთ ციცხადე რეგიონში თანამშრომლობაზე. მათ შორის გულისხმობ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობას, საქართველოსი, სომხეთისა და აზერბაიჯანის. ეს სამი ქვეყანა ერთმანეთთან არის დაკავშირებული დავების მიუხედავად. ეს სამი ქვეყანა დამოკიდებულია ერთმანეთთან მშვიდობაზე. ამ მშვიდობაზეა დამოკიდებული რეგიონის ფუნქციონირება თავისი შთამბეჭდავი ტურიზმით, უნიკალური ეკოლოგიით, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობით, ენერგოსექტორითა და სატრანსპორტო დაკავშირებულობით. აუცილებელია, რომ სამხრეთ კავკასიას თავიდან აარიდოთ დასავლეთის თამაშებში პაიკად ყოფნა. თქვენი მშვენიერი სახელმწიფო, რომელიც 10,000 წლიანი ცივილიზაციაა. თქვენი წვლილი მსოფლიოში, თქვენი ლამაზი ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა, თქვენი ქვეყანა როგორც სოფლის მეურნეობის ჰაბი, წარმოების ცენტრი, მოწინავე IT ცენტრი და სატრანსპორტო ხიდი და ცივილიზაციათა შორის ხიდი არის თქვენი საგანძური, სამომავლო კეთილდღეობისა და სწრაფი ზრდის საფუძველი. ეს არის მიზეზი, რომ შეინარჩუნოთ მშვიდობა. იმედი მაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი პატივს სცემენ ამ გეოგრაფიას. იქნებიან მეგობრულები და არ ეცდებიან თავიანთი ძალაუფლების გაფართოებას ისე, რომ საფრთხე შეეუქმნას თქვენს ქვეყანას. მსოფლიო მწვანე ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიური რევოლუციის კრიტიკულ ფაზაშია. როგორ მივახციოთ მდგრად ზრდას მწვანე ეკონომიკის პირობებში არის ის საკითხი, რომლის წინაშე ჩვენ ვდგავართ. ჩინეთი მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკაა. ურთიერთობები ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, ყოველთვის პრიორიტეტია ჩვენთვის. ჩინეთი ელოდება საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას მაღალი ტექნოლოგიების, სუფთა ენერგიის, ციფრული ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და კულტურული მიმართულებებით. რომელთან მუშაობით ავაშენოთ უფრო მწვანე, მოქნილი და უფრო ინკლუზიური მომავალი. მსოფლიო ახლა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და აუცილებელია დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ შეიცვლება საერთაშორისო სიტუაცია. ჩინეთი ქართველ ხალხთან ერთად მუშაობისადმი ერთგული დარჩება. იმისთვის, რომ ხელი შეუწყოთ საერთაშორისო საზოგადოების მშენებლობას, რომელსაც საერთო მომავალი ექნება. გავაძლიეროთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა. გავაძლიეროთ სინერგია სარტყელისა და გზისა და შუა დერეფნის. როგორც ჩინური გამონათქვამი ამბობს, მშვიდობის გარეშე განვითარება იქნება უბრალოდ ხე-ფესვების გარეშე. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარლამენტს საკანონმდებლო რეფორმების
გატარებაში. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში არაერთი საკანონმდებლო აქტი მივიღეთ, რომელმაც მიცა როგორც დედაქალაქს და ასევე აძლევს საშუალებას ახლა უკვე სხვა ქალაქებს, რომ საკანონმდებლო სივრცის სწორი ფორმირების გამოყენებით სწორედ დაგეგმოს და ხელი შეუწყოს ქალაქების მდგრად ინკლუზიურ განვითარებას, რაც დღესდღეობით იქცა არა მხოლოდ რიტორიკულ სიტყვებად, არამედ დღესდღეობით იქცა ჩვენი სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისა და განვითარების მთავარ საშუალებად. იმ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რა გარემოში დღეს საქართველო იმყოფება. შვიდობა ეს ის სიტყვა არ არის, რომელსაც ჩვენ რაღაც ხუმრობით მოვიხსენიეთ. შვიდობა ეს ის საშუალებაა, რომელიც აძლევს როგორც დედაქალაქს, ასევე რეგიონს და რა თქმა უნდა ჩვენ ულამაზეს სამშობლოს, რომ შეძლოს განვითარდეს და გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არა მხოლოდ გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან, არამედ გარდაუვალი კლიმატური ცვლილებებიდან მოდის. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ ჯანსაღი საარსებო გარემო, ჩვენი ქალაქები ისე ინკლუზიურად განვავითაროთ, სადაც შესაძლებლობა ექნება ყველას თანაბრად განვითარებით ისარგებლოს იმ ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი სიკეთეებით, რომელიც საწინდრად უნდა დაედოს ჩვენი ქვეყნის საომავლო გაერთიანება. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ქვეყნების ეკონომიკები მეტად ურთიერთდაკავშირებული და ინტეგრირებულია ერთმანეთთან, ნებისმიერი ცვლილება საერთაშორისო დონეზე პირდაპირ ანირიბად აისახება ადგილობრივ ეკონომიკებზე. ამიტომ ვფიქრობ, საერთაშორისო პოლიტიკური ასპექტების მიმოხილვა საშუალებას მოგცემს მუნიციპალიტეტებს გავიაზროთ ჩვენი როლი გლობალური ტენდენციების შესაბამისად. მოვემზადოთ როგორც გამოწვევების საპასუხოდ, ისე შესაძლებლობებიც იქნება უცხოური ინვესტიციების მოზიდვა თუ კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ეს პროცესი თავისთავად წარმოუდგენელია სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე. კონფლიქტების არარსებობის გარდა მშვიდობა გვესმის როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოს საზოგადოებრივ თანასწორობას, სოციალურ სამართლიანობას, შესაძლებლობების თანაბარ წტომასა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ამ პროცესში ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. მინდა აღვნიშნო, რომ მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ადგილობრივი ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ თვითმმართველობებს უჭირავს. იმ გადაწყვეტილებებით და იმ სერვისებით, რასაც ის ყოველდღიურად აწვდის. მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში, რომელმაც დღეს აიღო სტარტი, 2 დღის განმავლობაში იმსჯელებენ მშვიდობის მნიშვნელობაზე, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ მიმართულებით სწორედ ამიერკავკასიის რეგიონის დაკავშირებადობის გაზრდაზე. გმადლობთ ანა ბროლაძე საუბრობდა ღია ეთერში.